მოგესალმებით მეგობრებო, გეუბნებით კიდევ ერთი საინტერესო ვიდეოთი, რომელიც არის ჩვენ შესახებ, ძალიან ბევრი კითხვები დაისვა თქვენგან, თუ საიდან მოვდივართ, ვინ ვართ, ძალიან ბევრი კითხვა დაგვისვა, ესე თქვა ჩვენ მაყურებელმა და ჩვენ ესე თქვა ავდექით და ავარჩიეთ ყველაზე მეტნასული კითხვა, რომელიც ჩვენ გაინტერესებდა და ამიტომაც დღეს ამ ვიდეოში დაიგებთ ჩვენ შესახებ მეტ ინფორმაციას ამ კითხვებიდან. სანამ კითხვებს შევგებოდით, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, YouTube-ზე მიზანი გვაქვს 50,000 გამომწერზე, ასევე სხვა პლატფორმებზეც გამოგვიწერეთ. იმიტომ რომ შევესწრებით ძალიან საინტერესო ბიზნეს მიმართულებით და ჩვენი განმავლობის მიმართულებით ყველანაირი კონტენტი გადავიღოთ და იმედია საინტერესო იქნება ეს ყველაფერი თქვენთვის. კი, ეთახო, მოდი დავიწყოთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელოდება ჩვენგან. ტელეფონს გამოვიყენებთ, რომ ძალიან ბევრი კითხვა არის და მოგვიწერს ესე რომ ჩახედო ყველა კითხვაში. და მოდი მე დავსვათ პირველ კითხვას. სანამ ბიზნეს დაიწყეთ, როგორი იყო თქვენი ცხოვრება მანამდე? როდესაც ლოს-ანჯელესში ჩამოვიდით, შენ იცი რომ დღე და ღამე დაყალიბებული ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ მივედით აქ განათლებას, დავდივით უნივერსიტეტში, ასევე თამაშობდით წალბურთს. ძალიან დიდი ისტორია აქვს წალბურთს. ჩვენი ცხოვრების მაგზურია ეს სპორტი და რამაც ჩვენ გაგვიყოლა მთელი გზა ამერიკაშიაც ვიყავით, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის, მაგრამ ჩვენ უნივერსიტეტში დაფინანსება ავიღებთ მთლიანი დაფინანსება წალბურთის მეშვეობით. და ესე რომ ვთქვათ, სანამ ბიზნესს დავიწყებდით, ვიტყვით იმას, რომ ჩვეულებრივი ამერიკული გზა იყო, ესე რომ ვთქვათ, რაც იყო რა ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, ამერიკაში, მე რა თქმა უნდა განათლების მიღება და ასევე სპორტით ვიყავით დაკავებული. მაგრამ როდესაც ბიზნესი დაიწყო, ყველაფერი შეიცვალა. და მაგრამ მასაც დავამატე, მოდი მე იმასაც, რომ ჩვენი დღევრივი ცხოვრება როგორი იყო, ესე ვთქვათ, რა ეხლა ბიზნესში ვარ, დედაღავი ბიზნესზე ფიქრობ ყველაფერი, ხო? სამ ბიზნესს დავიწყებით, ჩვენ ნახეთ, ჩვენ ვსწავლობთ უნივერსიტეტში, ყოველდღე ქონდა ლექციები, ასევე ქონდა ვარჯიშები ყოველდღე ორმაგი ვარჯიში, რომელიც ოღონდ დილის 6 საათიდან 9 საათამდე, მე ქონდა 1 ან 2 ლექცია და მე 12 და პირველის ნახევარზე ბრუნდებოდი თუნდაც აუზზე მეორე ვარჯიშის. ყოველდღე ესეთ რეჟიმში ვიყავით და არასდროს შაბათკა თამაშები ქონდა ხოლმე, როდესაც მოგზაურობდით მთელი კალიფორნიის გარშემო, ასევე დავყენე კოლორადოში, ნიუ-იორკში და სხვა შტატებში ესე და ეს იყო ჩვენი ცხოვრება დამატებით მაგასთან ერთად მუშაობთ ხოლმე ჩვენც. ან ვასწავლეთ გუნდს, ან ტრენერები ვიყავით, ესე ვთქვათ, მწვრთნელები ვიყავით გუნდის, ან კიდე მუშაობდით თამაშებზე საყოველთაოდ ჩვენ დროს. ვასწავლეთ ესე ვთქვათ ბავშვებს სურვას, ასე ვიყავით როგორც ითხრათ მაშველები, იმიტომ რომ მე და ჩემი ძმა Red Cross-ის certified მაშველები, გვაქვს ლიცენზია. ვიყავით და გავიდო დავკრა, იმიტომ რომ რამოდენიმე წლის წინ იყო ეს ყველაფერი, მაგრამ რო შევკრიბოთ ეს კითხვა, ძალიან დაკავებულები ვიყავით, ესე რომ ვთქვათ, უფრო განათლების მხრივ, სპორტის მხრივ და ესე რომ ვთქვათ, აი მინიმუმი რომ გავიკეთებინა, ესე რომ ვთქვათ, სამსახურის მხრივ, აი მაგაზე ვიყავით ფოკუსირებული, მაგრამ სამწუხაროდ ბიზნესი არ იყო და ესე რომ ვთქვათ, ენტერპრენორობა არ იყო ჩვენს თავში გააზრებული ამ დროისთვის. იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში ან ბავშვობაში რაიმე კონკრეტული მომენტი, ადამიანი ან სირთულე, რომელმაც გადაწყვეტინა, რომ რაღაც უნდა შეგეცვალათ თქვენს ცხოვრებაში სასწრაფოდ. ალბათ ის მახსენდება დრო, როდესაც ბავშვობაში, სადაც ჩვენ გავიზარდეთ, ჩვენ ალბათ იმას ვიტყვი, რომ გასართობი სათამაშოები რაც არის, მაგალითად კომპიუტერი, ველოსიპედი და ესეთი რაღაცეები, ჩვენ ესე ვთქვათ, ჩვენ უბანში სადაც გავიზარდეთ, ალბათ ყველაზე ერთ-ერთი გვიან შეხვდა ესე რომ ვთქვათ. და ან ხასაცნობრივი ის არის, რომ აი, როდესაც ჩვენ მივიდოდო ხოლმე ველოსიპედზე დაждდომა, ან სიტყვაზე ვიღაც კომპიუტერის გამოყენება, ესე ვთქვათ, დედაჩვენი ერთ-ერთი თავარი პირობა რაც იყო სახლში ის იყო, რომ არასდროს სათვალე არ გვაქვს ჩვენ სახლში. და რა თქმა უნდა, ყოველ ზაფხულს ჩვენი მაცველი გამოტენილი იყო ხილით და ესე ვთქვათ, ამ ხელს ვიჟებდით და ჩავქონდა ეზოში ჩვენ მეგობრებთან და ესე ვთქვათ, გაცვლა მიმდინარეობდა, რომ აი სიტყვაზე ველოსიპედზე დავждდები და მოგცემ ამამდენ სიტყვაზე ვაშლსან ატამს. და ალბათ ეგ იყო ბავშვობიდან დამახსოვრებელი ჩემთვის, რომ რაღაცა შეგვეცვალა, მინდოდა ყოველთვის ვქოლო და რა ქონდა ჩვენი საკუთარი რაღაცები. Ну, რა თქმა უნდა, იმასაც ვიტყვი, გაიცვალა ფულზე რაღაც სერვისი. ხო, მაგრამ იმასაც დავამატებ, ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, დედაჩემმა დროთა განმავლობაში მე ყველაფერი გვიყიდა. კომპიუტერიც გვიყიდა, ტელეფონი. ის კომპიუტერი პირველად რომ ვიყიდეთ, მე ვიყავი მეხუთე კლასში და იყო მეოთხე კლასში. ეს იყო თუ არ ვცდები
11-იან 12 წელიწად. ნუ მოგეთ დრო შევაჯამოთ ეს კითხვა, თავარი ამბავი ის იყო, რომ მაინც შექმნა ეს ყველაფერი ბოცო დაგოგვენა და ეგ იყო, როცა ამ პროცესში გავდიოდი, რომ Bitcoin substitute ძალიან ცუდა. Bitcoin და Bitcoin-ი ყოფილიყო, მაგრამ შეიძლება კომპიუტერებთან 9 წელს მეწოდინებოდა მაგისულა. და ნუ მონა, კითხოს პასუხი ცოტა მომკლედ გავცეთ, ალბათ ეგ იყო ჩემთვის დავამახსოვრებელი ეხლა რომ ვიხსენებ. დანარჩენი არ ვიცი შენ გახსენდება ისეთი რაც ჩემთვის რამაც გადამაწყვეტინა ცხოვრების შეცვალა რატომაც წამოვედი ამერიკაში ის იყო რომ 2017 წელს აქ პირველად ამერიკაში გამოვიფრინდით მაიამიში რომ ნახე აქ სიტუაცია ატმოსფერო ცხოვრების სტილი ყველაფერი საერთოდ ანუ ეგ იყო უბრალოდ აი ესეთი რაღაც რომ ახეთ მომინდა ცხოვრება გავინახე რომ იყო ცხოვრება ახეთკენ და ამიტომაც როცა ჩავედი აქედან ტურნირიდან უკან საქართველოში დაუწყე ვთქვათ ძიება როგორ შეიძლება არ ჩამოსულიყავით ორივე ჩემი ძმა ვეთამაშე წყალბურთი და მივიღო განათლება და ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი განწყობი წერტილი აბა ცხოვრებაში რამაც ნუ გადავადგენ და ეგ ნაბიჯი რომ ამერიკაში დიდი ნაბიჯით რა იყო პირველი პროდუქტი რაც დაყინეთ პირველი პროდუქტი რაც გავყიდეთ იყო ესე ვთქვათ წყლის კურსასმენები რომელიც 2020 წლის დეკემბრის 31 დღეს შევძელე ესე რომ ვთქვათ მოგება ფულის რულეტკაში კი ვიცი რომ ანუ არ უნდა მეთამაშა ეს ყველაფერი მაგრამ ვეხმარებოდი ჩემს ესე ვთქვათ host families ზუსტად მაგზამას თელი გამო ვფიქრობდი უბრალოდ რა გამეკეთებინა $100 არ ვიცოდი ანუ უბრალოდ უნდა დამეხარჯა საჭმელში, დასაცმელში და არ ვიცი ესე რენდომად შევედი ესე ვთქვათ ონლაინში მოვიძიე მომწოდებელი ამ კურსასმენების გამოვიწერე და როდესაც დავბრუნდი კალიფორნიაში ვეგასიდან ეხაც მახსენდება პირველი დღე როდესაც შაკოს უთხარი ეს ყველაფერი და იყო ჩართული როგორ ნახევრად თავიდან მაგრამ იმ ღამეს შევძელი ორივე კურსასმენის გაყიდვა სულ 4 მქონდა ჯამში როგორც მახსოვს 2 გავყიდე იმ ღამეს და აი პირველად რომ $100 ავიღე ამ ერთ საპროდუქტში და აი უბრალოდ რომ შემოწრო ყალბიფული არ იყო აი ალბათ ჩემთვის ეგ იყო ნაპერწკალი რომ აი ესე იგი შეიძლება ფული გააკეთო ისე რომ ანუ არ გჭირდებოდეს რომ იმუშაო მთელი დღე ვიღაცაზე და შენითაც შეგიძლია რაღაცა გაყიდო და ესე ვთქვათ აი აქედან დაიწყო ჩემთვის ეს ბიზნესის mind switch-ი ესე ვთქვათ რა და ეს იყო მოკლედ პირველი პროდუქტი რაც გავყიდეთ წლის კურსასმენები. ნუ ალბათ ეგ გვიანია მაგ პროდუქტების აკეთვა ეხლა მან ნუ არის მაინც კიდე ნუ თვითონ კონცეფტი მაგისი მე მგონი გვიანი არ არის უბრალოდ შეიძლება თვითონ ეს პროდუქტი არ იყოს გამართლებული მაგრამ ძალიან ბევრი პროდუქტებია რა შეგიძლიათ გატესტოთ ჩვენმა პრობლემას შეუძლია გატესტონ თვითონ რა რა რეაქცია გქონდათ დედათქვენს როცა გაუზიარეთ პროდუქტის გაკეთვის ამბავი მე მახსოვს რა ჩემს რეაქცია რომ არეჯერა რომ ვინმე აი ამ პროდუქტში ამ ხელაფოს გააიხდიდა ის ვკითხა რომ თქვენ 25 კილოს რატო იგივე საიზავს ის ადამიანი რატო იგივე საი გამოიწეს მაგრამ მაგაზე არ არის უბრალოდ შრომაზე რაც რო ჩადო და ესე ვთქვათ mindset-ზე რა როგორ ფიქრობ შენ რა შეიძლება ფიქრობ როგორც შენთვის პერსონალ გამოყენება მაგია თუ როგორც უბრალოდ როგორც ბიზნესი იმიტომ რომ როდესაც პერსონალ გამოიყენებ ხო რა თქმა უნდა შენი ფასი ყოველთვის მაღალი იქნება ვიდრე როდესაც უფრო ესე ვთქვათ უჩილდება და უფრო დიდ რაოდენობაში არა მარტო ასევე ეგ არამედ ანუ იმასაც მოგიწოდოთ ყოველს ვინც აი ანუ ესეთი როგორც დედაჩვენი ფიქრობდა ამ ბიზნესის კონცეფტზე ანუ არასწორი არის ეს იმიტომ რომ აქ არა მარტო ბუქში ყიდვა არის არამედ ისიც არის რომ შენი დროის დახარჯვა სანამ პროდუქტი ჩამოგივა კიდე უნდა ელეტო მე სანამ ესე რომ ვთქვათ საბაჟოზე გადმოვა ეს პროდუქტი კიდე დაგჩარჯავენ ესე ვთქვათ ფულს და ძალიან ბევრი პატარა ნიუანსი მიმდინარეობს ამ ყველაფერში რაც მიდის ყველაფერი იმასთან რომ დრო არის ფული იმ ადამიანს ვისაც მე მივიღია სიტყვაზე ეს პროდუქტი მას არ უნდა ამ ყველაფერს გავლა და უბრალოდ ერთშინა გადაიხადა სიტყვაზე $75 მეტი ვიდრე შეენახა ეს ფული და ესე რომ ვთქვათ ელოდოს რავი 1-2 თვე რა ზუსტად ჩემ პოინტზე მიდიხარ რომ როგორც უყურებ ამ პროდუქტს ან ბიზნესს ან პერსონალურ მოხმარებას ვთქვი რა ჩვენ ბიზნესის დაულოდებით როდესაც პერსონალურ მოხმარებას ვიზნია ლოდინი არ გინდა ადამიანს და მაგაში იხდის რომ მაგ $60 განსხვავებას ზუსტად ეგრეა და ასევე სიმარტივეში იმიტომ რომ როცა იწერე ესე ვთქვათ ჩინეთთან სიტყვაზე არ იცი რა ჩამოგივა როცა
რისკია. ხო, რისკია, როცა შეგიძლია აქ მე როგორც ვიყავ, შეხვდა ადამიანი, შეამოწა პროდუქტი ეს რომ ვთქვათ, უშავდა თუ არა, როცა შევხვდი და შეეძლო ეიყი და ანერიყიდა. სიმართლე ვიარი მაგაშიც ესე რომ ვთქვათ და ასევე როგორც შევთქვირო, აი ბუქშოტს აკეთებ, ეგ რა თქმა უნდა უკვე სკეილინგ აპი რომ გინდა ესე რომ ვთქვათ გაზარდო შენი ბიზნესი, რა თქმა უნდა შევაჭრო ესე რომ ვთქვათ მომწოდებელს, რომ შენი ხარჯი რაც არის თვითონ პროდუქცია, სიტყვაზე ჩემთვის $25 იყო, შევძელით იმდენი რომ დღე განმავლობაში 4-დან $5-მდე ჩამოვიყვანეთ ჩვენი ესე რომ ვთქვათ ხარჯი. თითო იმაზე რა ქვია, კურსასმენად. რა იყო თქვენი საერთო პირველი ბიზნესი და საიდან გაჩნდა ეგ იდეა? საერთო ბიზნესი ალბათ მე ვფიქრობ იყო რობოტის ვარკინოს ერთადით ალბათ, იმიტომ რომ ამ ერყოდების შემდეგ ჩვენ ანუ არასდროს არ შეგვიძლია ერთ ეგრე პროდუქტზე ამ კურსასმენების მე წყალმოვარდნი კურსასმენების მე ეგრევე უცებ გააჩვენა გიომ რომ ის ფულს მოგება ავიღეთ არ დავეხარჯო ჩვენ გართობაში არაფერში და აუგარიყავით და პროექტები გამოიწვა რომელსაც შეძლებით რომ ორმაგან სანაფაში გამოყინა ეგეთი იყო ეს თქვა რობოტურ სასუპები 20 წელს 21 წელს კი ეგრე იყო როდესაც გამოიწვა ჩვენსგან გამოიწვა ალბათ ასობით იმიტომ რომ ძალიან დიდი მოგება ქონდა წინა პროექტს რა და გამოიწერდი ასობით თორსასუპი აქ გამოსული იყო მაშინ პროდუქტი მაგრამ მარე ყოველდღე გავრცელებული და ხალხმა არ იცოდა ამის ჯგუფი რა პოპულარული არის ეს რა ანუ იყო ეს ხო მეორე მარკეტზე გაკეთებად შეგეძლო ეს რაც ამას ხელი შეუწყო ჩვენ რა და ეგ იყო ჩვენი საერთო პირველი ესე ვთქვათ ბიზნესი იმიტომ რომ არ იყო ეს მარტო გიოსიდი არ მარტო ჩემი არ იყო ეს იყო ორივე სტუდია ურთიერთშეთანხმებით თუ რა გამოგვეწერა ჩვენი მოგებიდან ფურსათების შემდეგ ეგ იყო და მაგარაც ძალიან კარგი მუშაობა მე მგონი. ამის რა ეგრე იყო რამოდენიმე პროდუქტი, მაგას მოგიყვებით და ეგ იყო პირველი ბიზნეს იდეა ერთად. რა რეაქცია ჰქონდა დედას, როცა უთხრით რომ ბიზნესის დაწყებას აპირებთ? ნუ, რა თქმა უნდა, როგორც შობელი, ძალიან ანერგიული იყო დედა ჩემი იმის გამო, რომ მაინც ვიტყვი იმასაც რომ საქართველოშიც მაინც ყოველს თავში ის აქვს, რომ გარანტირებული ხელფასი, გარანტირებული სამსახური ყოველთვის არის, ესე რომ ვთქვათ, სანდო და უფრო ეს საფრთხეარჩევანი ესე რომ ვთქვათ და რა თქმა უნდა ლაპარაკები მიდიოდა ყოველდღე FaceTime-ზე ლაპარაკობდა ჩვენს და იყო ეს რა შვილებო ნერვიულობ იმიტომ რომ რა ვარ და მოვიდეს ანუ რა უნდა გააკეთოთ მე სამსახურს როგორ დაიწყებთ და ასე შემდეგ მაგრამ ანუ ყველაზე კარგი ის იყო რომ ჩვენ ესე ვთქვათ ანუ უარი არ ვთქვით განათლებაზე და არ ვთქვით რომ მოდი ბიზნესში წავდა 100% ანუ ნაწილობრივ დავიწყეთ ყველაფერი ბიზნესიდან უნდა დავიწყეთ და ასევე განათლებასაც ვიღებთ, იმიტომ რომ მაინც ბიზნესი რო ჩაფლავებული იყო, ანუ ყველაზე ცუდ შემთხვევაში წავედით სამსახურს ვიშოვეთ, იმიტომ პრობლემა არ არის ეგ ჩვენთვის რო გავიკეთებინა და ასევე ვარჯიშობიგებას და თამაშობიგებას. კი, ეგეც რა თქმა უნდა ეს წყაბუთი როგორც შეგმახსენა, წყაბუთი დიდი ნაწილი იყო ჩვენი, ალბათ დაახლოებით 25 წლამდე წყაბუთი ყოველთვის აქტიური იყო ჩვენთვის, ზამთარ-ზაფხულ ყოველთვის ვარჯიში და თამაში ყოველთვის იყო რა. და ანუ ნორმალური რეაქცია იყო დედასგან, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ ვანახეთ შედეგები და უკვე ნენა რომ ფულის ჯაგზამა დავიწყეთ უკან ესე რომ ვთქვათ და დედა ჩვენ ნახარო რომ აღარ გვიჭირდა უკვე ფინანსურად. ჩვენი რეაქცია იყო რომ გავუხარდა ესე რომ ვთქვათ და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი გამოვიდა რა. თუ მაშინ რა წარმოადგენა გქონდათ ბიზნესზე ზოგადად და მას მე გავცე პასუხს იმდენ რომ ძალიან მარტივი კითხვა ჩემთვის პასუხს გასაცემად იმას ვთქვი რომ მაშინ არ ფიქრობთ არ არის სტრუქტურაზე, არ არის თქვათ ხალხის სამსახურის საყვანზე აფიქრებთ მაშინ იყო უბრალოდ ჩვენი იდეა, რომელსაც ვახსოვსიარდით რა. ეხლა ჩვენ დავასკო მაშინ ფიქრობ მოდი რომ სტრუქტურა როგორც ვაკეთებთ ამას ყველაფერს, ლეგალურია, ამერიდაურია, ნუ ვერ მოვიდეთ აქამდე სადაც დღეს ვართ, მე მაგას ვთქვი რა. და იმის თქმა მინდა რომ როცა რაღაცა მოგივა თავში იდეის მაგივად ადექი და იმოქმედე რა, არ დაელოდო და არ იფიქრე ნეგატიურ იმებზე თუ რა შეიძლება მოყვეს რა, იმიტომ რომ ჩვენ რო დაგვეწყო ფიქრი იმაზე რომ აი მოდი ახლა ამას ლეგალურად კომპანიის ჩამოყალიბება უნდა, შეფასება ჩამოყალიბება უნდა, მაგას დავოდებოდი, არც ვიცოდით მაგდენი არაფერი და ნუ შევა არ მოსულიყავით დღემდე საათს აქ ვართ რა ეხლა მაგას. მორალი რაც არის ამ ისტორიიდან არის ის რომ ანუ არ არის საჭირო იყო იდეალური და იდეალურად გააკეთო ყველაფერი, მთავარია უბრალოდ ნაბიჯი გაადგა და დროთა განმავლობაში და გამოსავალსაც ამიღებ ამ ყველაფერს შეგიძლია მე ეს ყველაფერი ესე ვთქვათ გამოასწორო და გახდა იდეალური რა. და იმის თქოს უნდა რომ ჩვენც ახლა ანუ ჩვენც ყოველდღეს ვსწავლობთ რა, ადამიანს სწავლობს იმ დღეს სამ დაიმოვა. ანუ ვერასდროს ვერ თქვა მე ყველაფერი ვიცი უკვე რა, ყოველთვის უნდა იცოდო რა შეიძლება მეტი ინფორმაცია გაიგო, მეტი ვისწავლო, რომ იყო გამოცდილი რა, და ცხოვრება ყოველდღე
გაძლევს ისეთ დაბრძოლებებს, რომ შეყო ვერც არც იცოდა რა უნდა აღმოხვრა ეს დაბრძოლება რა ესე თქვა. ამიტომაც სწავლას იბერემდო ნათქვამი და სწორი ანათქვამი ვეთანხმები მაგას 100%, იმიტომ რომ მე მჯერა რომ ვერასოს ვეიტყვი რომ მე ყველაფერი ვიცი. ვინმე გეუბნებოდათ რომ შეცდომას უშვებდით ბიზნესს დაწყებით? ბევრი ხალხი იყო ესე თქვათ, მაგრამ ჩვენი ახლო მეგობრებიც მეცნიერი იყო, ჩვენც ბიზნესები არიან. უბრალოდ არ დავასახელე მათ, თორე ძალიან გვიყვარან, ყოველთვის ხალხთან ჩვენ მეგობრებთან ჩვენზე, მაგრამ ვერ ხედავენ, იგივე მიზნები არა აქვს, რაც ჩვენ გვაქვს. ხედვა ისინი არიან ჩვენი და ჩვენ არ ვართ ისინი და არ გვესმის ამიტომაც. განაისო გავითვალისწინეთ მათ რჩა მოვისმინეთ, გავანალიზეთ და არ იყო ის რაც ჩვენ ვფიქრობთ. და ამიტომაც ზავი ნაბიჯი დავიწყე ბიზნესს და დღეს ვარ დღემდე აქ. ვერტის ალბათ, კი ბატონო. ბიზნესი რომ არ დაგიწყოთ, რას ფიქრობთ, რას გააკეთებთ, ან სად იქნებოდით ახლა? ალბათ ან ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ტექ კომპანიის იმას ოფისში ვიმუშაობდი, აგრე ბანკში ვიმუშაობდი, მე ესე ვფიქრობ. იმიტომ რომ ნორთ თამაში ძალიან მიყვარს მე ესე ვქა ფინანსურად. მე ბანკში ვიმუშაობდი, ალბათ ესე ვფიქრობ. მე სამწუხაროდ არ ვიცი საწარმოო ჩემი თავი, იმიტომ რომ ყოველთვის ბიზნეს ფოკუსირებული ვიყავი, იმიტომ რომ სიმართლესაც ვიტყვი ხარ რომ მე ოფიციალური სამსახური არ მქონია, იმიტომ რომ შაკო მაგათ ვიც არიცით, მქონდა სამსახური, როცა იყო, რა ვიცი 19-18 იყავი, ხო, როცა ვარჯიშობდა კერძო აგრეთლებს ასწავლიდა ბავშვებს ესე რომ თქვა ცულვაზე, წყალბურთზე და ასევე სამვეიში მოახერხა რომ დაეწყო სამსახური, რაც დილიდან საღამომდე, უბრალოდ გადატვირთული იყავი ყოველთვის. მაგის სამი არის, მაგრამ ერთ სეზონზე რა, მქონდა 3 განსხვავებული სამსახური, ასევე სწავლობდი უნივერსიტეტში და ასევე ვარჯიშობდი. ხედავთ რომ გადავრჩი, ყველაფერი შესაძლებელია მეგობრებო. მე მქონდა სამსახური 5:30-დან 7 საათამდე, იგივე უნივერსიტეტში, ვიმუშაობდი საათაშორისო სტუდენტების ოფისში, საათაშორისო სტუდენტების საბუთებს, სადაც მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება ასევე და შემდგომ საბოიში ვმუშაობდი კამპუსის გვერდზე, გადაღმა ქუჩაზე, ვმუშაობდი 8:30-დან 10 და 11:30 დახურვამდე, ესე თქვა მევხვდები სამსახურს რა. მე როგორც მოგეხსენებათ სახლში მიდიოდი, ვიძნებდი, მეორე დილით ვიღუძებდი და იგივე საკეთებდი. ესე გავაგზავნა მე ცხოვრება 3 თვე ნახევრის განმავლობაში. ეხლა მოდით დავუბრალდეთ, რას გავაკეთებდი, ბიზნესი რომ არ დაგვეწყო. ალბათ რეალურად რომ ვილაპარაკოთ, ალბათ ვფიქრობ, საქართველოში დავუდებოდი და შევეცდებოდი რომ ჩემი საკუთარი ბიზნესი წავამეწყო მაინც, არ ვიცი როგორ, მაგრამ ვფიქრობ მაინც ისეთი მენტალიტეტი ქონდა ჩვენ ბავშვობიდანვე, რომ მე მგონია რომცა გავაკეთე მე ხარ რაც გავაკეთებ აუცილებლად რაღაცას გამოჩერხავდით ესე რომ ვთქვათ. შენი კითხვა აქვს, მოგვიხევით იმ ბიზნესზე, რომელმაც არ დაამართლა. ეს ბიზნესი იყო 2020 წელს, როდესაც ვცხოვრობდით კამპუსზე, ჩვენს უნივერსიტეტში ვსწავლობდით და ეს იყო ესეთ სათამაშოების იდეა, რაც იყო მაგნეტური რგოლები თუ გახსოვთ, როცა ხელში ათამაშებდა ნერვები დაგეწნარა. და მახსოვს რომ ეს მოხდა რობოტი მტვერსასუტების მერე გვეგნავა უკვე всё მივხვდით რაც არის ფორმულა ესე ვთქვათ რომ გამართოს ესე ვთქვათ ბიზნესის მხრივ და გამოვიწერეთ დაახლოებით 1000-მდე იუნიტი გამოვიწერეთ ესე რომ ვთქვათ ჩამოვიდა ეს ყველაფერი და მე მგონია შევძელით მარტო 2 წელი საერთოდ იმიტომ რომ ერთი იყო ჩვენ ორივე ჩვენ მეგობრებმა იყიდეს კამპუსზე ვინც ჩვენთან წყაროს თამაშობდა და მაგის მეტი სამწუხაროდ ონლაინით შევეცადეთ მარკეტპლეისზე გადმიდოთ შევეცადეთ და სამწუხაროდ არ გაამართა მათ ბიზნესმა რა მე და ვიდეო არ ვიცი ეხლა თუ ვიპოვით მაგრამ ვიდეოებიც არის იმის მარკეტინგის ვიდეოები თუ რა შევდით რაღაცა ვიდეოები რომ ვესწორდით ხოლმე რაღაცა მაგნეტებს ერთმანეთს რომ აგვიძომ გასართობი არის და შეიძლება ბევრი რაღაცას რომ გამოიყენო, მაგრამ საფუძვლად არ გაამწია. კიდევ დავამატე იმას, რომ მაგროს მე კამპუსის დაცვაში ვმუშაობდი და როცა ვმუშაობდი დაცვაში, მაგროსაც კი მაგ საიტს ვაწყობდი, როგორ გადაიხადათ მაგის შემოხმარებას კრიპტოცია. არა, ასე ეგეთი რომ თქვა მე ვიგო რომ ეგაჩერდა, იმიტომ რომ მაშინ კრიპტოს ბუმი იყო და ეგაჩერდა ნაკინკისაც. და მე კიდე ერთ სასაცილოს დავამატებ, რომელიც დღემდე მაქვს ის იმეილი. ყველაზე სასაცილო იყო 2019 წელს შენ დაწყებული იყო კინკადაშეების მაგვარი ესე ვთქვათ ქალების ბატლიფტერს ქალების ასაცმელი იყო რომელიც ესე ვთქვათ საჯდომს ზემოწევდა
და გიორგის იდეა იყო თავიდან მომამდე. იმიტომ მაგას ვეგაში რო ცხოვრობდით, მაშინ ეგ 2018-19 წელი იყო, არ ვინც გახსოვთ, dropshipping-ის ალბათ ყველაზე დიდი ბუმი იყო, მაგრამ შემოვიდა და აი ბევრი ვიდეოს უყურე YouTube-ზე და ესე რომ აი ეს გახდებოდა რაღაც მეგონა რომ ეს იყო ესე რომ გამართლება რა და სამწუხაროდ Facebook-ის ადმინისტრატორ ბაუში მომხდა ეგრევე შტრაფი ესე რომ თქვა რომ ანუ დისკრიმინაციას ვაკეთებდი ასე ვთქვათ, ვინც ცოტა წონით სუბუქი ადამიანი იყო მაგათთან დაკავშირებით და ანუ დაბლოკეს ან ძლიერი კამპანი დაბლოკეს საერთოდ რა. კი და მაგ დროს ვისწავლეთ რომ Facebook-ზე ესე იგი სწორად უნდა არჩიო ანუ ადების კამპანია, თორე დაგბლოკავენ და ვერანაირად ვერ გავუშვებ საერთოდ. ეგ იყო ერთ-ერთი ალბათ სანაცვლო ბიზნესი, რომელიც Butlifter.com იყო როგორც მახსოვს, ეხლა აღარც ვიცი თუ არსებობს ეგ დომეინი, მაგრამ მაგ დროს ეგ იყო. კი. შემდეგი კითხვა. რა იყო ყველაზე მძიმე პერიოდი იმ წარმატებობის დროს, ფინანსურად ან ფსიქოლოგიურად? და რო დავნებდი ალბათ ეგ იყო ყველაზე ცუდი ტკივნეული. ხო, რომ აი მახსოვს რომ კვირები დავახარჯე ამ ბიზნესის აწყობას, ფულიც გადავიხადე და ახალგელი $1000 დამიჯდა და ყველა Voltage გამოიწერა. კი და სამწუხაროდ რო დავნებდი და რომ მივხვდი რომ ვერ გამოდიოდა, ეგ იყო ალბათ ყველაზე მტკივნეული, იმიტომ რომ ალბათ მე და ხოლმე დანერება აგვიყვარს რაღაცაზე რა. აი მაგას ვიტყვი რომ ალბათ ეგეც რომ მოხდარიყო რა. კი, და ეხლა ჩემი საყვარელი კითხვა არის და მოდი მე თამდე პატივი გამოცემი ეს დახდება ეს. იყო ისეთი მომენტი, როცა ორივე ფიქრობდით რომ დანებებული ხავთ და ხელი ჩაიქნიათ? თუ კი როგორ გადაახეთ ეს პერიოდი? ალბათ ძალიან ბევრი ეგეთი პერიოდი ქონია, იმიტომ რომ ყოველთვის ვიცი რომ მარტო მე და გიო ვართ ერთად ყოველთვის, ნუ ეხლა შეიცვალა რაღაცები, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მკვლელი პერიოდი და ძნელი ის იყო, რომ უსასვენზე აყიდვის პერიოდში ძალიან დიდი ფული ჩავდეთ ერთხელ ორდერზე, დავახარჯეთ ესეთ ალბათ 30,000 დავახარჯეთ ერთ ორდერზე და უცებ მე რო ჩამოვიდა ეს ყველაფერი ათასობით უსასვენი ვიდეოს ჩვენს სახლში ესე ვთქვა და მეორე დღეს მოვდის ნოტიფიკაციები Facebook-იდან, ასევე მოვდის მესეჯი offer ABS-ი პლატფორმა როგორც MyMarketG, მოვდის ისინი რომ თქვენ ყველა აკაუნტები დაბლოკია, თქვენ ყველა აკაუნტები გაყინულია. და მარიწყავ ალიკას სადაც მე გერმანს ვუყურებთ და ხვდებით რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ეს ხუთასმენების ბიზნესი ისე შევეცადეთ რომ მომეგვარებინა რომ Facebook-ზე online shipping-ში გადავიტანეთ და დღეში დაახლოებით 20-დან 30-მდე იუნის ვყიდით ესე რომ online shipping-ით, რაც ძალიან მაგარი იყო და გაგვიადოა ჩვენ საქმე იმის რომ აღარ მიწევდა ფიზიკურად ადამიანთა შეხვედრა და პროდუქტის გადაცემა და ეს ეს მთელი არმია და ჩვენ მთელი ესე სტრუქტურა რო ქონდა აგებული, აი ეს წამნახევარში ჩამოიშალა ეს ყველაფერი და ცოტა არ იყოს დიდი შოკი იყო რა და მაგდროს დიდი შოკი იყო, იმიტომ რომ ერთ დროს მინიმუმ 20-30 პროდუქტი დღეში, მაგრამ ყველაზე მეტი 150 ევროპი ერთ დღეში. კი. ჩათვალე რომ ანუ საშუალოდ 50-დან 70 ევროპი დღეში და ეგ იყო ჩათვალე $500-დან $600-მდე. ანუ ეს მარჯანი. მეტი იყო მესაჟა 70-დან ჩვენ გაჭამლა მე იქ. აი ეგეც არის ხო. აქსელი ეჭამდა და Facebook თავიდან გაჭრა. ეგეც გაუწყდა შე. მე ჩვენსაც ვიძახარ ეს მოკოდა. 500-600-ზე მოკოდა. მე მგონი ეხაც მაგ იმის ის რა ქვია, ნოუთები ეხაც, მაგ მაყურებს ვანახებ რომ აი ეხაც აქ არ მოიცადე. აი ზუსტად მიწერია AirPod-ი, აი ესე მიწერია, რა განახეთ ხო მოიცავდე. აი აქ ესე წერია AirPod-ი და აი ესე არის ყველაფერი, აი ესე იყო, ეს იყო ჩვენი ესე რომ ვთქვათ Excel sheet-ი, აი ეს არის სანამ შაკო შემოთავაზებდა ჩვენ ბიზნესში Excel sheet-ს, მანამდე მიმდინარეობდა ესე ხელი ჩაწერა თითოეული ტრანზაქციის ესე რომ ვთქვათ. და გააგრძელე ხე შემდეგში რას ლაპარაკობდი რომ შოკი დაგორმართა ამ თემაზე. მაგრამ ორს ყოველთვის იცით ანუ გამოსავალი ვარაფერია ერთ არის იხურება მეორე იღება და ამიტომაც გააქვს მე სხვა აკაუნტების შექმნა სხვა ჩვენს ახლოს ხოვეთ ანუ ჩვენს მეგობრებს ხოვეთ რომ დამხმარებოდნენ კლასელებს თანხმობებს ხოვეთ რა ეს აკაუნტები გამიხსნეს დამეხმარა მაგითი და ეგ იყო და მაგით აღმოგვფერი მთელი პრობლემა მე იმათ აკაუნტებს გავავე და იმათაც ნუ რა თქმა უნდა ასევე ფიზიკურადაც შეხვედრა დაგვჭირდა კიდევ უფრო მოხმარებლებთან რაც არ აუშვებს იმიტომ რომ ბევრი რამ ისწავლეთ მაგიდან
ბევრი ყოველთვის მქონდეს ავშერის გავუჩინეთ. ავშერის გავუჩინეთ და ყოველთვის მქონდეს ესე თქვათ ბექაპ პლანი მქონდეს ყოველთვის. რა იყო განსხვავება იმ ბიზნესებს შორის, რომელმაც იმუშავა და რომელმაც არ იმუშავა? მე ვიტყვი მას, რომ ალბათ უფრო ხალხის მონდომება ყოველთვის შენ პროდუქტთან, ვიდრე ის პროდუქტები, იმიტომ რომ ეხლა დავუპირდე ის სათამაშო ფიჩერსპინერები, თქვათ იგივე ის საჯდომის სამწეები, ყველაფერი არ არის ისეთი თქვათ საჭირო პროდუქტები არ არის. ეს ყურსასმენები ახალი რაღაცა იყო მაშინ და ყველას უნდა მინდო არის ახალი რაღაცა იყო მარკეტზე და ცხელი პროდუქტი იყო ესე ვთქვათ რა. კი. და ეხლა ნუ საცუალოდ რომ მიხარ, სავარჯიშოდ რომ მიდიხარ, ეხლა ათმა სამონდება ვიღაცას მაგის ყივა რა. ეგეც და ასევე რობოტების ბიზნესიც ეგრე იყო, რომელიც ანუ ესე რომ ვთქვათ შეგეძლო ჩაგერთო ესე ვთქვათ სამსახურე გახვიდოდი და რომ უხვიდოდი სახში ესე თუ მომწესასწრებული იქნებოდა უკვე სხვა სტადიის რობოტები ქონა ასე და ეგეც Tesla-ს დისკები რაღაც რომელიც ერთი ყოლის დიდი ანუ ის იყო ბიზნესი ან სამოქცია წინ მაგას უბრალოდ მე Amazon-ზე რო შემოვიდა პორტე მე დაგზირა კი ეგაც უკვე ჩვენი რო გასაიყო მაგ ბიზნესთან დრო და დავდავით მაგ ბიზნესთანაც შემდეგი კითხვა დღევანდელი გამოსვლებით რას ეკხოდით იმ დროინდ და საკუთარ თავრებს დავთვალოთ როგორც იყო მე ისე ვიტყვი იმიტომ რომ ყოველ ანუ საჭირო იყავად მაგ სიტუაციის გამოლა რომ დღემდე აქ მოსულიყავ და გამოეძებცა ჩვენთვის ანუ ცხოვრების ანუ გზა ესე ვთქვათ. კი, მეც დავეთანხმები ამ თამაში, იმიტომ რომ პერიოდი იყო რომელიც იყო 21 წლიდან დაახლოებით 24 წლამდე, როცა მართლა თავამოუწევად მე და შეგო ყოველდღე ვშრომობდით. ალბათ საჭირო იყო მაკულობის გავა და დავტოვდი ყველაფერი როგორც იყო ეს. და შემდეგ კითხვა რაიმე შეცვლით თქვენი წარსულიდან? ნუ ერთი იმაშებს და დაიჭერს კომპიუტერები 2009-ს. აი ზუსტად და ასევე დიდი შესაძლებლობა გავუკეთებინა კრიპტო სამყაროში ესე რომ ვთქვა, იმიტომ რომ ეს NFT-ები და ეგეთ რაღაცები პოპულარული, მანდაც ნუ ეგეც აკუთილი რა თქმა უნდა ეგეც აკუთილი იყო, იმიტომ რომ დღესდღეობით როცა ღმერთის წყალობით გვაქვს იმის უფლება რომ მართოთ უფრო დიდი თანხები ანუ არ ვარ დახმებული და ესე ვთქვათ არ ვარ ესე ვთქვათ გაოცებული იმით რომ ვაიმე კრიპტოში შეგიძლია ბევრი პული გიშო იმიტომ რომ გამოცდილება მივიღეთ იმით რომ სამწუხაროდ კრიპტო ესე ვთქვათ არ იყო ჩვენი სფერო რომელიდანაც ფული და გვეშოვნა და ამ ყოფეს ნაადრო ასაკში მივხვდით ვიდრე როცა ეხლა მეტი შესაძლებლობა გვაქვს და არ საერთოდ არ ვდებთ ფულს ამ ინდუსტრიაში ესე ვთქვათ რა ბევრმა ადამიანმა სხვა შორის პერიოდი იყო იანვრიდან დაახლოებით მარტი-აპრილის დრომდე როცა საერთოდ არ ვიყავით აქტიურები და ამ ყველაფერს ჩაკომოყობა თუ რატომაც მოხდა ეს ყველაფერი. ალბათ გახსოვთ რომ ჩემი ერთ-ერთი ვიდეო ბოლო იყო ალბათ საათ 0 ჩანდი იყო ჰავაიდან. როგორც კი ჩამოვედი აქ ვაპირების სახლის ყიდვას აქ კალიფორნიაში, დავდიოდით მე ჩემი შეყვარებული სახლების სანახავად. რა გვერდშია სახლები ძვინა ყიდვა რა და ერთ დღეს 23 იანვარს სახლის სტუდენტ მოდივრით უკამბუნდებით სახში, რომელსაც ესე თქვათ ვერც კი საუბარი ესეთი რთულია ჩემს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ არავის ბრალი არ იყო, ჩემი ბრალი არ იყო, ჩემი შეყვარების ბრალი არ იყო დავარია, რომელსაც ჩვენ ძაზე მივდიოდით, ცოტა ჟუშაზე ვიდექი, ჩამოვარდით მწვანეში და მარცხნივ მივდივარ, გავდივარ და რომელსაც ჩემი შეყვარებული ხვირის გვერდიდან ფრთხილადო და ჩემი თავი არის გათერებული მაგ მარცხნივ ჩემი თავი ესე ვიყვები და ხელ დაიფა წინ გამოვიხეთ და უცებ ყველაფერი დათეთდა აფეთდა ჩემი თვალწინ რა და გონება აგეს 3-დან 5 წლამდე ალბათ ესე ვფიქრობ და უცებ ბონზე რომ მოვედი ყველაფერი იყო ესე ვთქვათ კვანში იყო საერთოდ გვერდზე ჩემი შეყვარებულის გონზე მოვიდა უცებ და ხვირის კივის ყველაფერი და გავანაძრა ვიღაცა ლაკანი დაგოჯახა წინ ძალიან დიდი სისწრაფით. ნუ ღმერთს მადლობა რომ დიდ მანქანაში ვიყავით, ან ლაქში ვიჯექით, იმიტომ რომ ალბათ რომ ყოფილიყავი ნებისმიერ პატარა მანქანაში, Tesla Model Y-ში, Range Rover-ში, დარწმუნებული ვარ რომ დღეს სოცხალი არ ვიქნებოდით რა. ღმერთს მადლობა რომ მე არაფრის ოპერაცია აკეთება არ დამჭირა, მაგრამ დღემდე ძალიან დიდი წელის ტკივილები მაქვს და კისრის ტკივილები მაქვს, იმიტომ რომ ყველანაირი airbag-ი მომხდა, ყველა უხედავ საერთოდ და ჩემს შეყოლოს არც ეგრევე გადაჩეული, იმიტომ რომ თუმე არც მახსოვს, მითხრა რომ დავითიშე მე თავი დავართხი, ესე ვთქვათ, საჭეზე და airbag-მა უკან გადამაგდო მთლიანად საერთოდ და ალბათ მივიღე მე კისრის დაცემა ძალიან დიდით რა. მოყვა დერაგიხსით ყველაფერს თუ
რატომაც არ ჩანდით და რატომაც მოიხდით დიდი ბოდიშს. შევეცადეთ ყველანაირად რომ არ იმეთოვებინა ესე ვთქვათ ვიდეოს გადაღება ნიუ-იორკში ჩავფერი მასზე დავიღე ვიდეო ყველაფერი საკთა უცნაურად ყველაფერი გადავიღე მაგრამ არ შეგვეჩნია რა ძალიან მძიმე იყო მეტალა ძალიან ესე ვთქვათ რთული იყო რა იმიტომ რომ ძალიან ძლიერი წვიმის შეყვანა ჰქონდა რა 3 თვე წვიმის შეყვანა ჰქონდა ისეთი რომ ვერ მოვიჩინეთ ფსიქოლოგებთან სიარული მოგვიწია ყველაფერი რომ ანუ ეგ რა და ანუ იმას ვთქვი რომ ანუ როგორც კი ავარიაში მოხვდი მეტი არაფერი ვერ მოიფიქრე და ეგრევე დავერდე ჩემ ძმასთან რომ მოსულიყო და დამხმარებოდა იმიტომ რომ ანუ ეგეთი რაღაცა რო ხდება ვერავის უგენდობი ჩემი ძმის გარდა რა და ეგრევე ნუ ყველაფერი გადაყარა ჩემაზონ საერთოდ გვერდზე და ეგრევე მოვიდა საავადმყოფოში ეგრევე და ეგ იყო რა მაგრამ როცა სწავლობ ბოლფერი კარიერა არის ხა კუნალობას გადიან და იმედია ცალხანში სულად დაბრუნდებიან ესე ვთქვათ შეგვიძლია თავი შეყარებული. ბევრი ადამიანი გწევს პირადში და კომენტარებშიც რომ მათი ცხოვრება უპირატესობისკენ შეცვალა და ძალიან დიდი мотивაციას ვაძლევთ. როგორც საქართველოში, ასევე უცხო ქვეყნებში ემიგრანტებს ბევრმა საკუთარი ბიზნესი დაიწყო, სხვა ქვეყნებში ჩვენ შემხედარე, როდესაც ასე ისტორიებს ისმენთო და ბრძოლა გეუქმებათო. ჩემთვის პირადად იმას ვიტყვი რომ მართლა მეამაყება ეს ფაქტი და ეს ამბები რომ ესეთი რაღაცები ხდება, ჩემ საყოველთაო ადამიანებს ზოგუზიათ ამ ყველაფერს აი ეს ყველაფერს როცა ვხედავთ როცა წერთ ან რაღაცა ვთავგავთ ან რაღაცა ეგ შემთხვევაში ძალიან მახარებს და მინდა ყველა მაყურებელს მოუწოდო რომ აუცილებლად გააგზავნოთ ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენს დიდ სტიმულს გვაძლევთ ასე ვთქვათ თქვენი კარგი ნაბიჯების გადადგმით იმიტომ რომ ეს უფრო გვანდონებს რომ მეტი და მეტი გავაკეთოთ რომ დაგანახოთ რა გვინდა რომ გადმოხსნით ჩვენ ამ ყველაფრის შემდეგ თქვენც ეცდებით უფრო მეტად ესე ვთქვათ რომ გადადგეთ საკუთარი ნაბიჯები წარმატებისკენ. ეგოი გზობაა რომ იცი რომ შენ თითოეულ ვიდეოს საუბარი რჩევა ვიღაცას ცხოვრებას სულის უკეთესობისკენ. სასწაული არის ესე რომ ვთქვათ ფაქტია ის რომ ანუ როცა დავდექით ესე ვთქვათ ჩვენ კამერის წინ და ეს ყველაფერი გადმოვაცით და ხალხმა უბრალოდ мотивация დაიღო ეს ყველაფერი და თვითონაც ესეთ ნაბიჯს გავენ ძალიან არ იქნება რა მართლა ამასაც ვერ გადავხსნა ანუ როგორც ნეკითხვა იყო ანუ ისეთი რაღაცა არის რომ აი გულში ისე გიხარია ეს ყველაფერი რომ სიტყვიდან ვერ აღწე რა ისე მიხარია რომ კომენტარებს ვკითხულობთ ყველაფერი რომ ანუ ძალიან мотивაციას ვაძლევთ თქვენს გამო ეს გავაკეთე თქვენს გამო ის გავაკეთე ნუ როგორც გიორგის საყოველთაო წყობი ამით ფორადო და ზომა ქვას გადავდეოთ თქვენს გამო ხო აი ასე ეგრე არის რა მაგრამ გააგზავნეთ აუცილებლად შემოაყოლბებო ანუ შეეცადეთ ეს ყველაფერი კიდევ უფრო და უფრო კარგად გააკეთოთ იმიტომ რომ დღის ბოლოს ყველამის ჩვენი შეყოს მოტივი ამ ესე ვთქვათ გვერდის დაწყების იყო ის რომ мотивация მოგვეცა ყველას ვინც ჩვენ ვიყურებს და ხდება ეს ყველაფერი და აი ესე ვთქვათ ჩვენც ვესწრებით ამ ყველაფერს პირადში მოწერებით რაღაცა ფაქტების თქმით ხალხსოგულე გაცნობოდა ჩვენ შექმნით გრუპ-ჩატის წერამზე community 1% სადაც შევეცდით რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ინფორმაცია გავაზიაროთ ჩვენ შესახებ ამ ბიზნესების შესახებ რაღაცა შევიუცეთ ხალხს ყველაფერი და ეგ ერთი გავაკეთეთ ძალიან კარგი რომელიც ვაბედნიერებს რომ ესე თქვა ჩვენი პატარა community შევყავით ერთად ვისაც აინტერესებს მართლა ბიზნესის სამყაროში რაღაც საქმე ყველაფერი და რჩევები აინტერესებს. რადგანაც ვინც არ ხართ გაწევრიანებები აუცილებლად შედით ჩვენს Instagram-ზე და გაწევრიანდით ამ ჩვენს ჯგუფში, იმიტომ რომ როგორც ჩაკობთ შევეცდებით რომ ცოტა ესე ვთქვათ კულისებს უკან მომხდარი რაღაც ამბები გავაზიაროთ ამ 1%-ში და ეს ყველაფერი გვახუდებს იმასაც რომ ეს 1%-ში ვინც არის გაწევრიანებული ყველა ადამიანი არის ფოკუსირებული რაზე ბიზნეს ორიენტაციაზე, წარმატებაზე, ჯანმრთელობაზე და მოდი ბონუსად დავამატოთ მაგრამ მანქანებზე ესე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ მაინც ეს ჩვენი მანქანები კი და ის ამბობ მოდი რომ მაინც დავთ რომ ანუ ამ YouTube-დან ჩვენ ანაირ თულს ავიღებთ უბრალოდ ვაკეთებთ ამას ჩვენ დროს ხარჯოთ ამაში რომ გვინდა რომ რაღაც აი გავაკეთოთ ახალგაზრდებისთვის და უფროსებისთვის ესე ვთქვათ რა რომ გვინდა რომ უბრალოდ мотивация მიიღოთ ჩვენი ვიდეოებიდან ანუ აქ არაფერი არ არის ყალბი საერთოდ მეგობრებო აქ არანაირ პლუს ავიღებთ იმისგან რომ სიამოვნებას ვიღებთ იმისგან რაც გვინდა თავგადასავალი აკეთებია რომ ანუ გავასწავლოთ ჩვენი თავი ხალხისთვის მივეცათ რჩევები გაითვალისწინებინა და ყველაფერი საერთოდ რა კი ბატონო და მე ამით დასვით ჩვენი კითხვა მიიღოთ რომ პასუხი გავეცით
მოკლედ, მადლობა ჩემო არგო მაყურებლებო, ვინც დარჩით ბოლომდე ვიდეოს სანახავად და ასე მინდა მადლობა მოგიხაროთ, რომ ხართ ჩვენი ერთგული მაყურებლები. დაგვიწერეთ კომენტარში რას ვთქვით ამ ვიდეოზე და ასევე დაწერეთ კომენტარები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გსურთ რომ ნახოთ კონტენტის მხრივ ჩვენს არხზე და აუცილებლად შევეცდეთ რომ გადავუხდეთ ყველაფერი. დავბრუნდებით მომავალში უფრო მოკლე ხანში, ესე რომ არ გავდებ დიდი ხანი შემდეგ ვიდეოზე. მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით.